თქვენი აზრით ახლა რომელი ვიდეოს დროა? მე კი ვიცი რომ ბლოგიდან მოგენატროთ და ყველა ბლოგს ველოდებით, იმიტომ რომ კომენტარებში, რეკვესტებში ყველგან ბლოგია საერთოდ, მაგრამ ჭამის ვიდეოებიც ხო ძალიან გიყვართ ხო და ახლა მივდივართ რომ აი ძალიან გემრიელი რაღაცები ვჭამოთ. მივდივართ ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ ადგილას და დარწმუნებული ვარ რომ თქვენც იცით უკვე ეს ადგილი, იმიტომ რომ ჩვენს ვიყავით ერთად 2-ჯერ ან 3-ჯერ არ მახსოვს ზუსტად. და ისედაც ეს ადგილი თუ არ იცით, აუცილებელია რომ იცოდეთ, იმიტომ რომ საოცრად გემრიელი საჭმელები აქვთ და რა თქმა უნდა მივდივართ მაკოლაში. თან დამატეს ახალი საჭმელები, რაც მე არ გამისინჯავს და ეხლა უცებ გავიდეთ, ტაქსი უკვე 5 წუთია მელოდება და გავდით. ახლა დაგანახებთ უცებ რომელშია და გავიქეცით. დღეს ძალიან სიცივეც არ არის და გადავწყვიტე რომ ეს კურტკა ჩავიცვა. მივდივარ ჩემთან ერთად რომელიც პირდაპირ იქ მოვა. ჩავიცვისო. დაგვიტვილი შარვადი რომელიც ძალიან საყვარელი ვარ, მაგრამ ხო იცით რომ ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში რაც მეზარება ასეთ მის გაუთავება და ჭურჭლის დარეცხვა, ამიტომ მეგობრებო მოვედით მაკოლაში, ტაქსისტმა ჩავამაგდა სადღაც ფეხით ვერ არის 15 წუთი მე მგონი მადლობა ძალიან დიდი და თაკო გარეთ. უკვე შევკვეთეთ რაღაცაები და სახელები დამოვიწყდება რომ მოვა თან განახებთ და თან გეტყვით რები შევკვეთეთ და თან რა თქმა უნდა ერთად დავაგემოვნოთ. მეგობრებო მოვიდა პიტა. ახოთ გამიყრება ძალიან ლამაზად და მოვიდა ფრიდა ყელის სოუსი. პიტა იმიტომ შევკვეთა რომ ერთ-ერთი კაფის პიტაზე ვგიჟდები ცეზარით და მაინტერესებდა სხვაგან როგორც აკეთებდნენ და გავსჯოთ როგორია. ჯერ გავსჯოთ ფრიდა ყელის სოუსი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. სოუსი და ბორში. ეს სოუსი შენიყავი სოუსი თქვა. აი ჩავე შეიძლება. გავძეხი ამე. გავძეხი რა. გავძეხი აიო. გამოვიდეს. გავსჯოთ პიტა. თაკო ისე რო ფრიშ ჭამს პიტა ნახე გასინჯი ძალიან მერე. ეს მეინტერესებს ყველაზე მეტად. მაკ ენ ჩიზ მოვიდა და კიდე ვრეპი და კიდე იმას რა ხო? ბოლონეზა? მგონია. კარგი გავიგებ რა არის ხო და გეტყვით. ჯამ. ჯობია ხო? მე კი ორი წამი. წეგარო გითხარ ერთ-ერთ კაფეში ვჭამ ხოლმე და ძალიან მიყვარს მეთქი, ლოლიტაში ვჭამ ყოველთვის პიტას და აი ასმაკუჭობია გულწრფელად. სამ გავაგზავნებ ჭამას, განახებთ რაები მოვიდა კიდევ. ეს არის ბოლონეზა, რომელიც გასჭოთ ძალიან მაინტერესებდა და მინდოდა და ამას რა იყო კიდე დამოვიწყოთ აკო. ჩილი რაღაც. კარგი გავიგებ ორ წამს. მოვიდა ვრეპი და ძალიან მაინტერესებს და რა თქმა უნდა მაკ ენ ჩიზი. მოდით მე ჯერ ჩემს პიტას დავამთავრებ, იმიტომ რომ ძალიან გემრიელია. სოუსი კაია. შეწუხებული რატო? შეწუხებულია, ძალიან ყოფილი. ახლა გადავიდეთ მაკ ენ ჩიზზე. რანამ გაცივდება. ძალიან ცხელია. идеალურია. გასინჯო. შემდეგი ძალიან მაინტერესებს ბოლონეზა. ამიტომ ეხლა გავსჯოთ. თვითონ ეს არ მომეწონა. არ არის ჩემი რაღაც. მე მომეწონება ეს მგონი. მე თქვენ არ შენ მოგეწონება. ბოლონეზა დიდად არ გავგეშთი, როგორც ჩანს, ზოგადად არ მიყვარს. ესე აღნიშნა უცებ. ბოლონეზა ჩემი არ არის. ზოგადად მინიკოდეს კაია ის აღყვარს. რა, საჭმელებს არჩევ გიჟივით. რასაც ხორცე ყოველთვის ჭამ. ახალ ბანცი და გადი. შენ გადი აქედან. საჭამო. ეს რამდენი გოგესაჭმელი. ძალიან ბევრი რაღაც მაქვს გასინჯი, მაგრამ პიტა იმენ მომეწონა რომ მე მაინც ჯერ პიტას ვამთავრებ. სანამ თაკო იმ საჭმელს სინჯავს, რომლის სახელიც არ მახსოვს, მე დავსინჯავ ვრეპს, ხათმის ვრეპს, რომელიც ზოგადად ძალიან მიყვარს და ნახოთ როგორია. გამოყრება ასე.
მან ყაიევრები. მოკლედ მეგობრებო, მე ჩემი მაქსიმუმი უკვე გავაკეთე. ვეღარ შევჭამ, ერთ ხუყმასაც კი ვეღარ შევჭამ. ის უცხო საჭმელი, რომლის სახელიც არ მახსოვს, ვერ გავსინჯო, იმიტომ რომ ფიზიკურად არ შემიძლია. ლაპარაკიც აღარ შემიძლია უკვე. ძალიან უცხო და გემრიელია. მაგრამ თაკომ გასინჯა და ენდეთ, რომ ძალიან უცხო და გემრიელი საჭმელია. იმ საჭმელებიდან, რომლებიც არ მქონდა გასინჯული და ეს ყოვრე პიპიტა, ბოლონეზა და ის რაღაც უცხო, რომელსაც არ მახსოვს. ეგ არც გამოსინჯავს, ყველაზე მომეწონა პიტა, გავგიშდი მართლა. ბოლონეზე არ მომეწონა, იმიტომ რომ ზოგადად გემო არ მომეწონა თვითონ, ანუ არ შევჭამ და ვრეპით ძალიან მომეწონა. ნუ ტრადიციულად მაკენჩიზი და ფრი ყველი სოუსით რომ უზომოდ გემრიელია, ეგ უკვე ყველა მიცით და მაგას აღარ გეტყვით. აბა ვნახოთ ახლა თაკორავნი ხაში მიხვდება რომ უნდა გავიდეთ, იმიტომ რომ სულ ვარ. უნდა გავსინჯოს ქათმის ურეკი და მალსადე ჩავიდეთ და რომ ჩემი იცის ჩავიდეთ. ასე გავსინჯო შეიძლება. ხესთებში არ გადაგაყლა.